დილა მშვიდობის ნახეთ რა სხვანაირი ვარ. რატოა სხვანაირი იცით? მოგიყვებით ახლა. მაკიაჟი არ მაქვს გაკეთებული საერთოდ არაფერი მარტო. ეს არის ტუჩის ბანი. როგორ ხართ ჩემო გოგოებო? ხომ ხართ კარგად ყველა? ჩემი დარბაზი ისვენებს 12 საათის შემდეგ დღეს და მინდა რომ წავიდე. ანუ დღეს უნდა იმუშავოთ, მაგრამ არ ვიცი გუშინ გაგვაფრთხილეს რომ ხვალ 12-მდე მოდითო თუ გინდათ ვარჯიშიო. ხვალ ისედაც ისვენებ კვირა არის და დღესაც რო არ წავიდე, ხვალაც რო არ წავიდე, ძალიან ბევრი გამოვა. ჩავიცვი ბარემ ის ტანსაცმელი რაც მაცვია ხოლმე იქ დარბაზში, რომ იქ აღარ გამოვიცვალო და აქედანვე წავიდე ესე და არც მაკიაჟი, არც არაფერი, რაც მინდა იქ მაინც გავუფრიანდები და აი ეს იმიტომ ვარ ესეთნაირად რა, ძალიან სხვანაირი. ხო, ყავას დავულებე ხა მაინც თქვენთან ერთად. უცბად და 40 წუთი ვარჯიშობ ხოლმე, მე 45 წუთი ექო და წავალ მოვსწრებ. ახლა არის 11:09. თქვენ როგორ ხართ ჩემო სიხარულებო? რო ავდექი დღეს ინტერნეტი დამხვდა გამოსთული. ჩემ თავზე გავბრაზდი, მაგრამ თან არ გავბრაზდი, იმიტომ რომ ონლაინ ბანკში მიჩვენებდა რომ კიდე იყო 5 ლარი თუ 6 ლარი დარჩენილი და არ ვიცი ალბათ სწორად არ მიჩვენებდა და უცბად დამხვდა გამოსთული და გავბრაზდი თან, იმიტომ რომ რა ვიცი და მე რეკამაინც ეხა მთლიანი თანხა უნდა გადავიხადო. არა და ნელა ვიხდი ხოლმე რა და ვერც ვიგებ ხოლმე ისე ვიხდი. 5 ლარი, 10 ლარი ესე და ახლა მაგადავიხადო არ ვიცი 40 ლარია მგონი. ლიანად თანხის გადახდა ცოტა ძნელია ხოლმე. ხო და დილით ყოველთვის აუცილებლად რომელ წესრიგები მე ვკითხულობ კომენტარებს ყოველთვის და ისე დამაკლდა დღეს რომ წავიკითხე. ძალიან დამაკლდით. ნახეთ როგორ სპორტულ ფორმაში ვარ მე. ხო ძალიან მოტკეცილი ტანსაცმელი. ვარჯიშის დროს არის ცუდი. ვარჯიშის დროს ვიცმევ ხოლმე რაღაც ძალიან მოტკეცილებს. ეს არის კილოს შარვალი, რაც მაცვია. ხო და მოტკეცილი ტანსაცმელი ცუდია, იმიტომ რომ ოფლი რო გამოდის ეს სინთეტიკებია ეგენი ძირითადად ახლა რო იქნება ხო იცით ლასინები და რაღაცა იქ რო ჩაიცვა რა დარბაზში სპეციალურები რო არის ვითო და ოფლი რო გამოდის და მე ეს ტანზე გეკრობა კანისთვის ძალიან ცუდია. ამიტომ ჯობია ბამბის ან ილოს ტანსაცმელი. ჩვეულებრივი მაისური არის. იმისი რა ქვია ბამბის. გუშინ გავაკეთე თათარა გოგოებო. ღამე გვია მოუნდა თათარა. ბადაგი მქონდა რა დედაჩემის ისეთი გემრიელი. თათარა დედაჩემის გამოგზავნილი ბადაგი მქონდა და ჩურჩხელა იმდენი კაკალი ჩავყარეთ შიგნით. იმდენი კაკალი ჩავყარე რომ არის ჩურჩხელა. აი კიდე მაგ ნაწილი გავაკეთე. ნაწილი შევინახე, იმიტომ რომ მთლიანად მეთქი ვერ შევჭამთ მაგნეს და
ერთი გაკეთებაც მაქვს კიდე შენახული მაცი ვარჯში. როგორ გამოვიყურებიობა მაკიაჟის გარეშე გოგოებო, მე არ მომწონს ჩემი თავი, იმიტომ რომ ძალიან ვარ მიჩვეული რა. ძალიან. ყოველ დღე რომ სუბუქად რო ვიკეთებ ხოლმე მაკიაჟს და ისეთი მეუცნაურება იმდენად სხვანაირი ვარ ხო. ნიკას ტელეფონში ჩავრიცხავ ჯერჯერობით. მარკთი აქვს და ჯემსაში რო ჩავრიცხო, ბილაინის ინტერნეტი ძალიან ცუდია. მაგრამ როგორ უნდა ჩავრიცხო გარედან? აქედან ვერ გადავიცხავ, იმიტომ რომ მაგასაც ინტერნეტი უნდა. ერთი რაღაცა რომ აირევა სახში რა. თუნდაც ჩუქი რო არ არის, ან გაზი რო არ არის, всё რა, ძალიან ძნელია ხოლმე. ან ინტერნეტი. გადავაგორე ზამთარი, გოგოებო. ეხლა ისეთი ხარჯიანი აღარ იქნება და ცოტა ამობისუნთქებთ, ხო? დაიწყო გაზაფხული, კარმა გამოვხდეთ. 120 ლარი გადავიხადე გუშინ გაზისა. და ამ ხელა გასავალი რო აღარ იქნება ხოლმე, ცოტა ამოვისუნთქებთ ეხლა ზაფხულში. მაგრამ 120 ლარად მეტი არ მოდის ხოლმე და ისე თბილა ჩვენ სახში რომ არ ვიცი. 120 არის ხოლმე რავი მაქსიმუმი რა. არ ვიცი ზამთარში მე გორში რო ვიყავი გიამ რამდენი გადაიხადა. შეიძლება 130 ან იმაგაზე მეტი არ მოდის. მაგრამ ეხლა ყინვები ეხლა არ იყო 120-ია ხოლმე, 120 მოდის ხოლმე. აი ყინვებზე მოვიდა 120. და ეს არის ძალიან ცოტა რა. არ არის ბევრი რომ სახლი გაატბო. თან ისე რო გთბილოდეს. მე არ შემჩიმნია აქ. ეხლა ნიკასავით ესი არ დავდივარ ხოლმე, ნიკა ზუსტად ესე ზის ხოლმე რა. მოკლე მკლავებით, მთელი ზამთარი. მე ესი არ დავდივარ ჩვეულებრივად ჯემპერი მაჩვია სახში, მაგრამ არ ამცივ. არ შემჩიმნია. დავედი ახლა ჩემი ბოთლი სად არის ნახო. ჩანთა ნახეთ როგორ ხდება შავებს. ნახეთ ეს არის ირინას ნაჩუქარი ჩანთა. ირი მოგიკითხა მთელი გულით სულით მიყვარხარ ძალიან. გულში მიყვარხარ. ძალიან მიყვარს ირინა ძალიან. იმდენად ხშირად ვეღარ ვწერ, იმიტომ რომ ფიქრობ ხოლმე რომ ეხლა შეიძლება არ აქონდეს ზოგჯერ არავის
ნერვები ისეთი რაღაცა დაემართა და ისეთი რაღაცა გადაიტანა. ვიცი, დედაჩემისგან მე ყველაფერი. ხო და მაგრამ ძალიან მიყვარს. ხშირად მახსენდება. ძალიან ხშირად მახსენდება. ხო და თან კიდე მისი გამოგზავნილი ნივთები რომ აქვს სულ მახსენდება. ყოველდღე რაღაცა რო არ დავინახო არ შეიძლება ეს ჭიქებიც. ხო და რო ხედავ ხოლმე ხო მახსენდება ნივთებს. აი ესე ზენცილინას ნაჩუქარი. ეს ჩანთა. ხარ ანსაცმელი უკვე მივაცვია. საცხო უნდა ადგილი და ხელით ხოლმე წავიკეთე კიდე საფლავი. ჩემი ყავა ვეღარსვა ბოლომდე ვეღარსვა. თავი ცოტა საცდავა. ნიკა მეტს ბევრს ვსვავს ხოლმე და ეგრე მიცდებაში. დღეს მესაჭმესაც ვერ ვასწრებ, წავედი გოგოებო, ეხლა გავიქეცი, იმიტომ რომ მოვასწრო და თან მე მგონი რომ ძალიან ის იქნება. ბევრი ხალხი ეგრევე ვფიქრობ. იმიტომ რომ ყველას ეუბნებოდა 12-მდე მოდით ვკეტავთო მერეო და გონია რომ ბევრი იქნებიან. ახლა ცოტა დროც მაქვს კიდე გოგოება და მინდა რომ წიწიბურა დავდგა. წიწიბურა არის ძალიან კარგი. როცა ვარჯიშობ. ძალიან კარგია. და ბავშვებს გავუკეთო ეს მე მეც რომ მოვალ ჩემთვისაც იმაში ერთ-ერთ ვიდეოში ვუყურე არუნის ვიდეოში წიწიბურა არის ძალიან კარგი და საერთოდ შეგიძლიათ პურის მაგივრად წიწიბურა მიიღოთ. და მე პულსიც რამდენს ვჭამ, ფაქტიურად პულს აღარ ვჭამ, მეგობრებო, ფაქტიურად აღარ ვჭამ პულს. აი ძალიან ცოტას არ ვიცი რა თუ რაღაცა ისეთია საჭმელი და ძალიან მომინდა პური, ისი აღარ ვჭამ პულს. სულ რაღაცას ესეც ვაკეთებ ყოველდღე, მათ ეს ძალიან უყვარს, ხან ვერმიშელი, ხან წიწიბურა. ბრიმს იმდენად არა, იმიტომ რომ არც არის ძალიან სასარგებლო ბრინჯი. არც არის ძალიან სასარგებლო და უფრო წიბურა უფრო უყვართ. ხო და იმდენად ესეთი რაღაცეები არის ხოლმე სახლში სულ, რომ აღარ არის რა საჭირო რომ პური ჭამ. აი ხა რაღაც გინდა, ხო? როცა ბოლოს ხალშა და ამზადებ სახლში. აღარ არის საჭირო პური და აი ეს ეხლაც გახმა. სულ გვიძველდება პური სულ. რა გინდა დედი? ესეც ესე მოვჩიე, ჩემო სიხარულებო. გავაკეთე. ხო და დავეთი ხლა. დღეს არ არის ისეთი მზიანი.
როგორც გუშინ ძალიან ცხელობდა. დღეს ცოტათი კარია. მაგრამ არცივა. ძალიან მიხარია გაწაფხული გოგოებო. ძალიან. გადავყარო ერთი და მასოვე ლაიკა აი ვაზე ჩანს ხო გასაყვალად იყურება აი კი ფისო გვერდზე მეგობრობენ ხო ერთად თუ გაზრდი მერე მეგობრდები არ დავბივარ. ნახეთ გოგოებო არ დავბივარ. ეს არის ყველაზე ჩქარი სიარული. მაგრამ ძალიან მომწონს მითავა. თა მიყენია ბოლოზე 15-ზე დავაყენე ნახეთ. აი 15-ზე და ანუ თავიდანვე ჩავრთე 15-ზე, მაგრამ ნენელა მოვუმატე თავიდან 6-ზე, 4-ზე მქონა მე 6-ზე და მე 8-ზე და ეხლა ჩავრთე 15-ზე ჩვეულებრივად კარგად გძნობ თავს, ანუ მომწონს ესე და სირბილი საერთოდ არ მომწონს. 5-დან იწყება უკვე სირბილი და მე არ მომწონს, რა ვიცი. თა მომწონს. მეყენია ბოლოზე და უკვე დავდივარ 17 წუთი. ნახეთ, კალორიაც მეტი იწვის. მაგ დროს 182 კალორია არის დამწვარი უკვე. ნახეთ აი ესე 20 წუთამდე ავალ და გოჩეტები ახლა ნენელა დავუკლებ პრინციპში ამას აქვია თასაც დავუკლებ და ამასაც რომ ნენელა გულიც ხუმშობს და ნენელა შეიჩიოს და დაბლა ჩამოვდივართ უფრო ნელა რომ დაიწყოს მუშაობა და აი ესე ჩამოვიყვან ახლა 4-ზე ამასაც ესე და 12-ია ნახეთ თქვენიერია გოგოებო 200 კალორია 20 წუთი ეს 4-ზე ჩამოვიყვანე ბოლოს და ეს სიჩქარეც ნენელა ჩამოვედი 2-მდე და ისე გავუჩი ეს დისტანცია არის ეს წამოვედი მოვიჩი და იცის როგორ განწყობაზე ვარ ძალიან კარგი ეხლა უნდა შევიდი გოგოებო ცოტა ხანი ბავშვები სახლში ეხლა მარტო მყავს ორივენი დატოვილი არ არის პრობლემა ნიკა უკვე დიდი ბიჭია და მათესაც თავისუფლად ვუტოვებ რამეტი წლისა ხო და მინდა რომ ცოტა ხანი დავიჩიდე ჩემთვის აი წყნარად მარტო ბედნიერება აღმოეცა ჩემ შვილებს რო წამოზრდი ძალიან დიდი ბედნიერებაა რომ უკვე გადადიხარ ამ ეტაპზე შვილებს წამოზრდი და გააქვს შენთვის უკვე რაღაცა პატარა დრო
შეგიძლია დატოვო სახლში მარტო და მე არ დამიტოვია აქამდე. ნიკას ვუტოვდი ხოლმე შარშან. ძალიან იშვიათად რომ მუშაობდი მაშინ. იშვიათად, იმიტომ რომ მე რომ მუშაობდი გია მოდიოდა უკვე სახლში მაგ დროს. და თუ გია სამუშაოზე იყო მაგ დროს მე ვიყავი სახლში, ანუ აი ესე ძალიან წვალობდით ხოლმე რა და ძალიან იშვიათად ხდებოდა ხოლმე ისე რომ ნიკას ვუტოვდი. მათეს და ისეთი შფოთები მქონდა, ისე ნერვიულობდი ეხლა. ზოგჯერ მარტო ჩადიოდა მაინც ბავშვი ეზოში და ნიკა სახლში იყო. ამ მაგ დროს ძალიან ნერვიულობდი რომ დამირეკავდა ნიკა, ასე მეგონა რაღაცა ხო არ იტკინა. და ძალიან ძნელია როცა ბავშვებს ტოვებ სახლში, სვაგზა რო არ აქვს. და ეხლა უკვე მოიზარდა მათეც და ძალიან მიხარია რა, ძალიან რომ ჩემთვის მაქვს ცოტა დრო. თუნდაც დარბაზში წავიდე, ვივარჯიშო და მერე სკოლაში ჩამოვჭდე ცოტა ხანი, აი აქ უნდა დავჭდე. აი აქ. ზიარი, კარგი. ხო და დავისვენო ცოტა ხანი. მიყვარხართ და გაკოცოთ. წავედი.